თბილისის სააპელაციო სასამართლო 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. ნათია თოიძე ისაუბრებს იმის შესახებ თუ როგორ წარიმართა პროცესი. ნათია, რას აცხადებენ მხარეები? ვანო მერაბიშვილის საქმე 26 მაისის ეპიზოდზე როგორც ჩანს უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება. სააპელაციო სასამართლომ დღეს განაჩენი გამოაცხადა, რომლის თანახმადაც მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა საქალაქო სასამართლოს მიერ 27 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმადაც ვანო მერაბიშვილს 26 მაისის საქმეზე 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული და ეს განაჩენი ძალაში დარჩა. ვანო მერაბიშვილს მოუწევს ამ სასჯელის მოხდა, თუმცა მხარეებს აქვთ გასაჩივრების უფლება, თუმცა მანამდე ჩვენ შეგვიძლია მოსამართლის განცხადება მოვისმინოთ. ივანე მერაბიშვილის მოწესრიგეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 313 მესამე ნაწილის ბექრეფერენტი გადაწყვეტილებული დანაშაული ჩადენისთვის და სასჯელის საფერას, რომელმაც განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. მასვე 1 წლისა და 6 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის გადაწყვეტის უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 პუნქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელების შეუმცირდეს 1/4 და საბოლოოდ სასჯელის საფერას, რომელმაც განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 წლის ვადით. მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ განცხადებები გააკეთეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა. პროკურორის განცხადებით ის დარწმუნებული იყო, რომ სააპელაციო სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა, როგორიც მიიღო და ვანო მერაბიშვილს პატიმრობაში დატოვებდა 26 მაისის საქმეზე. ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა კი გააკეთეს განცხადება, რომ მოსამართლე თავისუფალი არ იყო და ობიექტური მოსამართლე სულ სხვა განაჩენს გამოიტანდა. ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკური დევნის, ჩვენ არ გვქონდა რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი სააპელაციო სასამართლოში, იმიტომ რომ ისინი მაქსიმალურად ახორციელებენ ზეწოლას სასამართლო ხელისუფლებაზე, მათ თავიდანვე ჰქონდათ გამიზნული ის, რა შედეგის დღეს დადგა, ბუნებრივია, ჩვენ გავასაჩივრებთ. წარმოვადგინეთ სრულყოფილად გამოძიებული საქმე, წარმოვადგინეთ არაერთი მტკიცებულება, როგორც დაზარალებული ჩვენებები, ანუ მომიტინგეების ჩვენებები, ასევე საერთაშორისო ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები, რომლებმაც 26 მაისის აქციის მიმდინარეობა და აქციის დაშლის ოპერაცია უკანონოდ შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს ფაქტიურად სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალტერნატივა, ასე ვთქვათ, არ ჰქონდა, იმიტომ რომ დაცვის მხარეს კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ამისთვის ახალი არაფერი დაუპირისპირებია. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატებს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის აქვთ ერთთვიანი ვადა, სწორედ ამ პერიოდში უნდა მოახერხონ მათ გაასაჩივრონ სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს განაჩენები უზენაეს სასამართლოში, ანუ უმაღლეს ინსტანციაში. იმ შემთხვევაში, თუ სამივე ინსტანცია ვანო მერაბიშვილს დამნაშავედ ცნობს, ვანო მერაბიშვილს რჩება ორი გზა, მან ან სასჯელი უნდა მოიხადოს, ან შეწყავლების თხოვნით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს. მადლობთ ივანე მერაბიშვილის საქმეზე ნათია თოიძე საუბრობდა.